ჩემთვის აფხაზეთი არის ჩემი მშობლების სახლი. ჩემი ოჯახის მათი ახლობლების, მეგობრების, ბედნიერი მოგონებები. სახლი, სადაც სამწუხაროდ მე არ მომიწია ცხოვრება. სხვადასხვა კადრები ფრაგმენტებად მახსოვს, მაგრამ ძირითადად ოჯახის მოყოლილი მშობლების მიერ გაზიარებული ინფორმაცია არის ის, რაც მახსენდება აფხაზეთზე. ვფიქრობ, რომ საწყის ეტაპზე სწორი ინფორმაციის გაზიარება, რაღაც დიალოგი პირდაპირ მესამე მხარეს ჩართულობის გარეშე იქნება რაღაცა დასაბამი. თან აფხაზეთში ახალგაზრდების რაღაცა უპირატესობა უნდა დაინახონ დასავლეთის მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში, რომ მერე ჩვენს გაგვიმარტივდება რაღაცა სუფთა ფურცლიდან რაღაცა ურთიერთობის დაწყება. ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს, რომ აფხაზეთი მარტო ტერიტორია არ არის რა და ეს არის ურთიერთობა.